გოდერძიზე კი 2024-25 წლის სათხილამურო სეზონი დასრულდა. კურორტმა უამრავ დავსვენებელსა და არაერთ სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლა. მათ შორის ბოლო მედიის წარმომადგენლებს შორის სამოყვარულო შეჯიბრი იყო. ტურნირი მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. რა გამოწვევები ჰქონდა წლევანდელ სეზონზე კურორტს და როგორ ჩაიარა ზამთარმა გოდერძიზე? შალვა სუმბაძე დეტალებით. შეიძლება ითქვას, რომ კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი არის უკვე დასრულებული. მიმდინარე შაბათ-კვირას გაიმართა დასკვნითი ღონისძიებები, მათ შორის შეჯიბრება მოყვარულთა შორის გიგანტურ სლალომში გოდერძის თასი 2025, სადაც 30-მდე მედიის წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებელიც და ეს ასე ვთქვათ შეჯიბრი ემსახურებოდა ერთის მხრივ ადგილობრივი ტურიზმის, მეორეს მხრივ კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიური იყო კურორტი გოდერძი, აღინიშნებოდა ტურისტების საკმაოდ ნაკადის საკმაოდ დიდი ზრდა და ამ მიმართულებით კურორტი გოდერძი საკმაოდ განვითარდა. მისი ცნობადობაც არის გაზრდილი და როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები გვეუბნებიან, მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა ამ კურორტის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია კიდევ უფრო განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს როგორც აქ მაცხოვრებლებზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მთლიანად საქართველოს იმიჯზე, რომელიც ბოლო პერიოდში ზამთრის ტურისტული მიმართულებით არის საკმაოდ გაზრდილი, იქიდან გამომდინარე, რომ იმართება ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ზამთრის ტურისტულ ასე ვთქვათ ზამთრის კურორტებზე, სადაც როგორც ტურისტები ჩამოდიან, ასევე ბევრი სპორტსმენი. ხურავთ ჩვენ ზამთრის სეზონს გოდერძიზე და ზოგადად წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბევრი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა საქართველოს სათხილამურო კურორტებმა, ისე შიდა ჩემპიონატებს. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ზამთრის ტურისტული სეზონი დაიხურა რამდენიმე ზამთრის კურორტზე, თუმცა სრიალის მოყვარულებს ჯერაც შეუძლიათ გაზაფხულის მიუხედავად, რომ სრიალი სიამოვნება მიიღონ უშუალოდ თეთნულდისა და გუდაურის სასრიალო ტრასებზე, ამ კურორტებზე ჯერ კიდევ გრძელდება სეზონი, რაც შეეხება უშუალოდ 2024-25 წლების ზამთრის სეზონს. 5 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა საქართველომ და 5-ვე შემთხვევაში ძალიან კარგი შეფასებები მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად ტრადიციად იქცა ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ მთის ტრასების სააგენტომ წინა წლებშიც და წლევანდელ წელსაც დაიმსახურა უმაღლესი შეფასებები საორგანიზაციო ნაწილში. შესაბამისად უკვე მუდმივ კალენდარშია საქართველო და ის მასპინძლობს ისეთ საერთაშორისო ტურნირებს, როგორიც არის მსოფლიო თასის ეტაპები, მაგალითად სნოუბორდ კროსის და სკი კროსის დისციპლინაში, ფრირაიდი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი წინსვლა იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ქვეყნიდან ასეულობით სპორტსმენი ჩამოდის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა სეზონზე რამდენჯერმე საქართველო. შესაბამისად გაზრდილია ცნობადობა ჩვენი კურორტების, რაც ბუნებრივია ზრდის ტურისტულ ნაკადებსაც, მხოლოდ ასე ვთქვათ ბოლო ღონისძიებაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გუდაურში გაიმართა, უგულისხმობ სკი კროსის და სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპზე, ეს ღონისძიება გადაიცემოდა ევროსპორტით პირდაპირ ეთერში და მილიონობით მაყურებელი ყავდა. შესაბამისად ეს აქტივობები, რომლებიც კურორტებზე იმართება, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს ასე ვთქვათ მიმართულება, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე ტურისტულად კიდევ უფრო განვითარდეს საქართველოში. ყველა ამ შეჯიბრს ჰქონდა უმაღლესი შეფასება და რა ვიცი, ზედმეტ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქართველომ დაიმკვიდრა სახელი როგორც ძალიან მაღალ დონეზე შეჯიბრების ორგანიზატორმა ქვეყანამ და ეს ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ შემდეგ წელს საქართველო უფრო და უფრო მაღალი რანგის სხვადასხვა დონის შეჯიბრებას უმასპინძლებს. იმ სახეობებში, რაშიც უკვე ჩვენ ოფიციალურ კალენდარში ვზივართ და ეს არის მოგულის სახეობა, მსოფლიო თასი, ასევე სკი კროსი, ასევე სნოუბორდ კროსი და ფრირაიდის მსოფლიო ტური, ეს გარანტირებულად მომავალ წლებში ჩატარდება ხოლმე. საქართველოში ეს არის უკვე კალენდარში მრავალი წლით ადრე ჩასმული შეჯიბრებები. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდე სხვადასხვა მაღალი დონის შეჯიბრს წამოიღებს საქართველო და უახლოეს წლებში საქართველო იქნება მასპინძელი იმ სახეობების, რომელსაც უკვე ალპაინ სახეობები ქვია და გაცილებით უფრო პოპულარულია და გაცილებით უფრო მეტი მაყურებელი ყავს, ვიდრე იმ სახეობებს, რომელიც დღეს ტარდება.
როგორც უკვე გითხარით, მიმდინარე შაბათ-კვირას კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი უკვე დაიხურა, თუმცა შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ მათ შეუძლიათ სრიალის მოყვარულებს გუდაურში და თეთნულზე ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სრიალ უნდა სიამოვნება მიიღონ.